ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, რომელსაც დაყრდნობითაც აცხადებს, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. ქაცარავა აღნიშნავს, რომ ვიდეო მასალამას ოკუპირებული ტერიტორიიდან მიაწოდეს და მასში ასახულია თუ როგორ მუშაობს ოჩამჩირის ტერიტორიაზე რუსი მუშახელი პორტის ასაშენებლად. Facebook გვერდი უსაფრთხოების ჰაბი თემასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს და თან ფოტო მასალას ურთავს. 2022 წლისა და 2023 წლის სურათების შედარებით ირკვევა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში პორტის ტერიტორიაზე მხოლოდ 3 მცირე ზომის შენობა აშენდა და ძირეული ცვლილებები არ შეინიშნება. ოჩამჩირეში სამხედრო პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ხმები ეტაპობრივად ვრცელდება. მისი აშენების სურვილს არც დე-ფაქტო მთავრობა და არც რუსეთის ხელისუფლება მალავს, თუმცა პროცესი 2009 წლის შემდეგ გარდაძრუა. ფაქტ შეფასებები მოყვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია და ოკუპაციის დასრულებასთან ერთად აღნიშნული საკითხები აღარ იარსებებს. პოზიცია და ოპოზიცია თან ხვდება, რომ თუ რუსეთი პორტის მშენებლობას დაიწყებს, ის ამ ქმედებით მიზან მიმართულ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ქვეყანასა და რეგიონს, არამედ მთელ ცივილურ სამყაროს. უპირველეს ყოვლისა ეს საფრთხე განპირობებული არის ოკუპაციით. ეს ბაზა არის დამატებითი ერთ-ერთი ინსტრუმენტი. თავარი პრობლემა აქ არის არა ბაზაში თუ სხვა აღჭურვილობაში, არამედ თავარი პრობლემა არის ოკუპაციაში და მისი დასრულება არის უპირველესი ამოცანა. ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეების დასრულება. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აარღვევს და უქმნის ქვეყანას უსაფრთხოების პრობლემებს, რა თქმა უნდა, არის დაგმობილი ჩვენი მხრიდან, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველანაირად ვდგავთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები ავირიდოთ თავიდან. ასეთი პირდაპირ შემხებლობა ქართულ მხარეს ამ ბაზების გახსნასთან ვერ ექნება, ამ ტერიტორიების ოკუპაციის გამო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომ მოვახდინოთ ამ პრობლემების პირველ რიგში პრევენცია. ეს საკითხი ადასტურებს იმას, თუ ვის აქვს სურვილი, რომ საბრძოლო მოქმედებები გადმოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის რუსეთი, იმიტომ რომ ოჩამჩირეში ამ ტიპის მოქმედებებით ის აყენებს უზარმაზარი რისკის წინაშე ოჩამჩირეს და შესაბამისად საქართველოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იყოს გადმოტანილი ბრძოლის ხაზი და ეს არის რუსეთის მორიგი მზაკრობა საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენება სამხედრო ექსპანსიისთვის რა თქმა უნდა არ უღებს ყველა პრინციპს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას, კეთილდღეობას, განვითარებას, რეგიონის უსაფრთხოებას.